დღეს ამ ავტომობილის გატესტვა გვექნება. ცოტა უჩვეულ ადგილას ვარ, ზოგადად სახლში ვიხსნი ხოლმე, მაგრამ გარეთ ვარ, გარეთ გავხსნი. განახეთ რა მოყვება ამ მანქანას. აქ შეიძლება ესეთი ნივთებიც იყოს, რაც ამას არ მოყვება, იმიტომ რომ მე ჩავაწყე. პირველ რიგში ეს პულტის ელემენტების დამცველია, როგორ გადმოიყაროს, ეს არის ავტომობილი, ესე გამოიყურება. და შემდეგი უკვე პულტი, რაც ყველაზე მთავარი, ყუთი ცოტა ესეთი შელახული ვიზუალითაა, იმიტომ რომ ცოტა ცუდა ისე ჩამოვიდა, მაგრამ ზოგადად რა მნიშვნელობა აქვს ყუთი როგორ გამორებაში იქნება, გარედან მთავარია ლამაზია, ხო? ესეც პულტი ესეთი აქვს. ხო, აი ეს დამცველი აქ არის. გაითვალისწინეთ, რომ არც ერთ ავტომობილს არ მოყვება ელემენტები, აი არც ერთ, საერთოდ არც ერთ ელემენტი ისა მანქანას არ მოყვება პულტის ელემენტი. სხვა აქ რა მოყვება, ეს არის ატვიორკა კანჩი, რავი რა ქვია მას გაფლოთ არ ვიცი, ეს არის დამტენი. ესენი არის კლიპსები, თავის რეზინით რომ არ დაიკარგოს, ეგ ძალიან კარგია, ნუ ეს უკვე მინიმალი არავის არაფერ შეაჭირდება და აქ ორი კლიპსით მაქვს დამაგრებული როგორც სახლში ტესტავდი. ელემენტი დიდი ალბათობით დასატენი იქნება, სიმართლე რომ გითხრათ, ეს თავის ელემენტი არ დამიტენიან, მაგრამ ის სხვა ელემენტები წამოვიღე, მეთქი გასატესტად რომ რამე იყოს და დაჯდეს. ბოლომდე მინდა რომ გავტესტო და განახოთ ამ მანქანის შესაძლებლობა. რაც ისეთია მთავარი დეტალი. ძრავს რადიატორი აქვს გაგრილებისთვის, ცოტა უკეთესი იქნება რომ კულერი კონდეს, მაგრამ არ აქვს. ყოველ შემთხვევაში ამ ბიუჯეტში სხვას მაინც არ უნდა ელოდოთ. ასევე ზეთოვანი ამორტიზაცია არ არის. ამორტიზაცია კარგი აქვს, მაგრამ არა. ზეთოვანი არ არის და გადასარევიც არ აქვს რა. ნორმალურია. ეხლა ამას ლედებს უყურებ და ლუდებიც ქონია, ეს არ მახსოვდა, ლედები აქვს. ეხლა ჩავაერთებ და ჩავრთავ, ნახოთ რა შეუძლია ამას. ხო, რაც თავარია კიდევ ერთი დეტალი, ძრავი ბრაშტია, ანუ ჩოთქებს როგორც ეძახიან, ბრაშლესი არ არის. კი ბატონო, ყველაფერი რიგზეა, ვრთავთ. ლედები ციმციმს, კარგი. ამასაც ჯობია რომ ეს პარკი მოხსნათ. იმიტომ რომ მე ეს პარკი იგლიჯება და ჯობია თავიდანვე მოხსნათ, თორემ მე უკვე შელახულ გამარებაში იქნება. აი აქედან ავაძრობ ახლა ამას. პარკი ავაძრე, ახლა ამას დავაფარებ და გავტესტავ ცვეთქსელზე პირდაპირ. აი აწყობილი ესე გამოიყურება. ლედების ჩართვა-გამორთვა მგონი ცალკე ფუნქციათ აქვს. ეს არის ერთი წამი. ეს არის სიჩქარის მარეგულირებელი. ბოლომდე თუ გადავწევთ, უკვე ბოლომდე მიიღებს სიჩქარეს. ეს არის ლედის ჩართვა-გამორთვა, ციმციმი. მოდი გამორთოთ, ახლა არ გვჭირდება ჩვენ. და ესენი არის დამარეგულირებლები, მაგალითად აი რულს ასწორებს, ეს მე მგონი მოხვევას აუმჯობესებს, არ მახსოვს ზუსტად. და ეს უკვე არავის არ ჭირდება, იმ შემთხვევაში გჭირდება თუ აი ეს უკვე მომუშავებს რა. კარგი, ჩართვა-გამორთვა, დანარჩენი არაფერი. წავიდეთ. ნუ ეხა ბრაშტი არის და სხვას არც ველოდი მე, მაგრამ ნორმალურია რა. ნუ ეს გადახტომებს გაუძლებს. ის რა. პატარა მაიმუნივითა. ზომაში აი ცოტა პატარა. აი ძალიან პატარაც არ არის, მაგრამ უფრო დიდი რა ყოფილიყო კარგი იქნებოდა. მას გასართობია რა. ნორმალურად დადის. ეხლა აქ ძალიან დახტუნავს. ხო, აი ეს კაია რა, ესეთ რაღაცებს უძლებს ეხლა. ესეთ რაღაცებზე არ ტყდება, მაგ ხრივ კაი ხარისხია, რომ თანქვევიდან ეს მეტალი აქვს. რაც თავარია ეს ღერძი მეტალია, კი, ეს კაია. ეს რაღაცა პლასმასნარევი მეტალია ალბათ, იმიტომ რომ ანუ პლასმასზე კარგია რა. ეს უბრალოდ პლასმასი არაფერი განსაკუთრებული. შიდა მთავარი მექანიზმების ყველაფერი პლასმასზე აქვს, ყუმბარები ყველაფერი სულ პლასმასია რა. მაგრამ ნორმალური ხარისხია, მინდა გითხრათ. და სადამდე წავარდეთ. აუ, რა სიძახი. ბალახებშიც რო დადის.
რა ტიპია. ხო, ანუ აი ბრაშლესი რო იყოს, აი ბევრად კარგად ივლიდა ეხლა რა. მაგრამ ბრაშლესს რა თქმა უნდა თავის ფასი აქვს, ეხლა ამ ფასში ვერანაირად ვერ იყიდით ბრაშლესს. იმისათვის რომ ცოტა გაერთო, ნორმალურია რა. აბა ერთი წამი ხო არა კლუბიდან. ეს ყველაზე მინიმუმი, აბა ბოლომდე აუწიო. ეგ იყო მაქსიმუმი, ეს არის რა, უბრალოდ მაქსიმუმი, ამაზე მეტი არა. ოპა. სერიალ და ფოკუს კარგავს და რატო? ოახ. აი ახლა თქვენ რამდენიც გინდა ეს რაღაცებზე, კაია რომ არ ტყდება ეგრე იოლად რა. აუ, ვიღაცას ეგონება ტარება საერთ არის ისე, მაგრამ თვითონ ეს არის ეგეთი რაღაცნაირად. აი მე რამდენი ხანია ხა ამ სფეროთი ვერთობი და რაღაცა, მაგრამ აი ერთი ხელით მაინც ვერაზოს ვერ ვეჩვევიო, ერთი ხელით ვატარო რა. აი ვერანაირად ვერ მივეჩვევი ალბათ. აი აქ უკვე უკეთესია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქვები იყო. ეხლა აქ უფრო გაერთობი რა. აი აქ მართლა ძალიან ბევრი ქვა არის და უჭირს ეხლა ქვებზე დახტუნავს და მაგიტო სიჩქარე ეკარგება. არა, ნორმალური სიჩქარე აქვს, კი. მე მგონი ელემენტს უნდა და გათბობა, იმიტომ რომ რავი, კარგად დადის. არა, გასართობად შვენიერი ტიპია. ცირედი გაკეტავების შემდეგ ჩავხედოთ ქვევიდან, ბევრს არ მოგაწყენთ, ცირე ვიდეოებს შემოგთავაზებთ ხოლმე, პატარა ტესტ-დრაივებით და აი არაფერი, ხა ხტუნაობის მერე აი აქ ცოტა უკანა, აქ ცოტა ტალახი ეგეც, იმიტომ რომ რავი, ახტა და ტალახი ჩახტა რა. არაფერი. შვენიერია, ამორტიზაციაც იდეალურად მუშაობს, არაფერი არ გამწყდარა, აქ დამცავები აქვს, რომ ვითომ სპოდი არ გააფუჭოთ, აქაც დამცავი აქვს, აქ სპოილერი რაც დაიცავს, ეს ეხა ეს ვილიბარი რაც უნდა არ ვიცი ამას, რა უნდა გავუკეთო, რომ ცხვირი აწევს, ვერანაირად ვერ აწევს ცხვირს. კაია რა, გასართობად. აუ რა ძალიან იქით მივიწევ იმ ჯაბახანა ბალახებისკენ რა და ამოვა, რა სიძახი, მოიცა. ზოგადად ესე არა რეკომენდებული ეს ადგილებში აწვალოთ, მაგრამ რა სიძახი ბიჭო. მიდი აბა. ვაუ. ამას მე მგონი მართლა ელემენტის გაცხელება უნდა და ამიტომ რაღაცა ჩანზე მოვიდა. მე ასფალტზეც უნდა გავტესტო, თორე ესე ვერ გავიგებთ ამის სიჩქარეს.